საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში აღინიშნა. ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა ღვთისმშობლის შობასთან ერთად დიდუბობა, ანუ ამ ტაძრის დღესასწაული იზეიმა. სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა წირვის დასრულების შემდეგ დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ყველას გილოს აქვთ ღვთისმშობლობას, შობას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, დიდუბებას გილოცავთ. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მოდიოდა ფეხში შველა და მოდიოდა რწმენით, რათა მიეღო თხოვნა და ღებულობდა მას. და აი დღეს ჩვენ შევასრულეთ მთელმა საქართველომ შეასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, რომ ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავით არის ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკრებს საქართველოს. მეუხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ვაჯილდოებ დეკანოზ ირაკლი ოთხმეზურს გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს. აქსიოს. მინდა დღევანდელი დღე მიულოცოს სრულიად საქართველოს, მისი ძალა და მადლი გვფარავდეს. ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ეს დღე ძალიან საამაყოა, სანატრელი და ძალიან ძვირფასი ყველა ქართველისთვის. მინდა ეს დღე იყოს ყველა ქართველის გულში რწმენის აღმავლობის და რწმენის გაძლიერების დღე. ღირსები ვყოფილიყავით ღვთისმშობლის მფარველობისა. ყველას ვილოცავ დღევანდელ დღეს, სრულიად საქართველოს. ჩვენი ტაძრის დღესასწაულიც არის დიდუბობა, მისი მადლი გვფარავდეს. ძალიან დახარებულები ვართ პატრიარქის მოგზაურობით. წმინდა იოაკიმე და ანა ღვთისწინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც გულწრფელად იცავდნენ. სწორედ ამიტომ ისინი ქალაქ ნაზარეთში არა ჩამომავლობით, არამედ მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით იყო სავსე. ისინი თავიანთი საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავლის ნაწილს ყოველდღიურად სწირავდნენ ტაძარს, უყოფდნენ ღარიბებს და მოხუცებს, დანარჩენს კი პირადი საჭიროებისთვის იყენებდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. თუმცა ღვთისმოშიშ ოჯახს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ დავითის შთამომავლები მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იმედად უნდა ქცეულიყვნენ. ერთხელ წმინდა ანას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს. შემდეგ ანგელოზი გამოეცხადა წმინდა იოაკიმეს, რომელიც სალოცავად უდაბნო
საუკუნოში იყო და უთხრა: უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს. წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მეც უკვე ვაცნობე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი ნაზარეთში დაიბადა. ამ ქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მისაკვანს, რადგან ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალ და უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დიდებით შობას. სახარების მიხედვით მას კურთხეული და მიმადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც მასში ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა. 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა ყოველი მართლმადიდებლისთვის განსაკუთრებულია და ყოველ ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინება. დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ბეთანიელ მამებს ღირს იოანეს მაისურაძე და ღირს გიორგი იოანეს მხეიძე მოიხსენიებს. ბეთანიაში მდებარე მონასტრის პირველი აღდგენა მღვდელმონაზონ სპირიდონ კეთილაძის სახელს უკავშირდება. იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა. 1894-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა საკმარისად გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირე რიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. ამ ღვთის საქმეში მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთაზე მოღვაწეობის შემდეგ 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე იქ მოღვაწეობდა არქიმანდრიტ გიორგი მხეიძესთან ერთად. ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფართული ჰქონდათ. შემდეგ შეძლეს აეშენებინათ ორსართულიანი სახლი, რომელშიც 4 სენაკი იყო. ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა. იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობა. 1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი ვალიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერად აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელმონაზვნადაც აკურთხეს. იგი შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა, ასე რომ ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი, მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა. 1957 წელს გულის ავადმყოფობით მამა იოანე, 1960 წელს კი 37 წლის მამა ბასილი გარდაიცვალა. მას შემდეგ მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო მოღვაწეობდა. მისი გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში კი მონასტერი დაცარიელდა. ღირსი მამა იოანე გიორგი მხეიძე და ღირსი მამა იოანე მაისურაძე ბეთანიის მონასტრის ეზოში ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს დაკრძალეს. 2014 წლის 26 თებერვალს კი წმინდანების ნაწილების აღმოყვანება მოხდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში Smart Lab-ი გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, იულიხის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ლაბორატორია ქართულ სტუდენტებს დაეხმარება ჩაერთონ იმ საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში, რომლებიც იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარეობს. დაწესებულებაში ახალგაზრდები თანამედროვე ექსპერიმენტულ ფიზიკას გაეცნობიან. ჩვენთვის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებით არის. ერთი, რომ ჩვენ ვნერგავთ პრაქტიკას, რომ ქართველი წარმატებული მეცნიერები დავაბრუნოთ საქართველოში, ოღონდ არა უბრალოდ დავაბრუნოთ, არამედ შევქმნათ მათ შესაბამისი პირობები, როგორც მატერიალური, ასევე სამეცნიერო კვლევით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე არის, რომ ჩვენი ინვესტიცია, რასაც ყოველწლიურად მეტ თანხას დებს საქართველოს მთავრობა მეცნიერების მიმართულებით და ასეთი პარტნიორობების პირობებში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანხა სწორი და მოწინავე მეცნიერების განვითარებას მოხმარდება, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და მესამე და მთავარი არის, რომ ეს ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შანსი, რომ ფაქტობრივად თბილისშივე
მიიღონ მონაწილეობა იულიხის ცენტრის კვლევებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა მომავალი სპეციალისტებისთვის, რომლებიც იულიხის ცენტრთან უშუალო თანამშრომლობით შემიძლია გითხრათ ფაქტობრივად პირდაპირ როგორც ხიდზე ხდება ხოლმე კონტაქტი, აი ესეთი კონტაქტის საშუალებით პირდაპირ ჩაერთვებიან იმ ძალიან საინტერესო კვლევებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის წამყვა სამეცნიერო ცენტრებში. ეს ჩვენ სტუდენტებს ძალიან დიდ პერსპექტივას უხსნის სამომავლოდ პროფესიული თვალსაზრისით. ძირითადი იდეა ამ Smart Lab-ის დაარსების, რომლის ყვალობაზედაც რუსთაველის ფონდი იღებს მონაწილეობას, ეს არის 5-წლიანი პროგრამა, გულისხმობს ახალგაზრდა მეცნიერის უკან დაბრუნებას, თანამშრომლობას საერთაშორისო პროექტთან, რომელიც არის დაფინანსებული გერმანიის მთავრობის მიერ, ასევე პროექტთან, რომელიც არის მთლიანად დაფინანსებული ევროპის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ეს არის 4 მილიონიანი გრანტი. ჩვენთან ბრუნდება ახალგაზრდა მეცნიერი, რომელიც მუშაობდა იულიხის ცენტრში და ლაბორატორია ითვალისწინებს ამ წუთას ელემენტარული ნაწილაკების კვლევებში მიმდინარე ერთი კონკრეტული თემატიკის შესწავლას. მოხარული ვარ, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ მომიწია ჩამოსვლა. დაახლოებით 10 წელი გერმანიასა და საქართველოს შორის მეცნიერული სახით თანამშრომლობაა დამყარებული. ეს პროექტი საშუალებას აძლევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჩამოვიდნენ გერმანიაში და აქ აიმაღლონ საკუთარი ცოდნა. დღეს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გავამყარეთ. თქვენ ხედავთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიას, სადაც ერთობლივად ჩავატარებთ კვლევებს. –22 სექტემბერი მანქანების გარეშე. ამ საერთაშორისო აქციას ხვალ საქართველოს დედაქალაქით შეუერთდება. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე პორტალ კვირას პრეს-კლუბში საინიციატივო ჯგუფის გული თბილისისთვის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ლევან ცუცქირიძის განცხადებით თბილისის მოსახლეობამ ერთი დღით უარი უნდა თქვას ავტომობილებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედებით გადაადგილდნენ. აქცია სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლებას, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და გარემოზე ზრუნვას ითვალისწინებს. ჩვენ როგორც მოქალაქეების ჯგუფი გული თბილისისათვის მოუწოდებთ ყველა თბილისელს, რომელსაც აწუხებს ის მდგომარეობა, რაც არის ქალაქში შექმნილი, რომ გააკეთოს ერთი ძალიან მარტივი საქმე. ხვალ მთელი დღის განმავლობაში დატოვოს საკუთარი ავტომობილი სახლში. მე ძალიან მოხარული ვარ იმის, რომ მივიღეთ ძალიან კარგი გამოხმაურება და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება თბილისელებისგან. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას ამაში, დატოვებს ავტომობილს სახლში. ასევე რამდენიმე საჯარო უწყებამ, პოლიტიკოსმა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გამოაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ უერთდებიან ასევე ამ დღეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის მომზადების გეგმა გააცნო. ინიციატივის მიზანია არსებული გარემოს დაცვითი პრობლემების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათ მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერი ალვარო ორტეგა აპარისიო, საერთაშორისო ექსპერტი იერჟი სარნაცკი, ქართველი ექსპერტები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტრო იწყებს მუშაობას გარემოს დაცვით მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის შესამუშავებლად. საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, რომ 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშაოს მსგავსი პროგრამა, რომელშიც გაწერილი იქნება საშუალოვადიანი მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი ღონისძიებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა სამინისტროების, სხვა უწყებების თანამონაწილეობა ამ პროგრამის შექმნაში, რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მათთვის მნიშვნელოვანი მიმართულებები.
ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატიდან წარმატებულად დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ ძალოსნებს, მათ მწვრთნელებს და ფედერაციის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და მოპოვებული გამარჯვება საზეიმო ვითარებაში მიულოცა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ქალაქ ნოვი-ტომისლში გამართულ ევროპის ასაკობრივ პირველობაზე 15 და 17 წლამდელთა შორის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონის ტიტული 17 წლამდელთა შორის ირაკლი ჩხეიძემ მოიპოვა. ასევე ორჭიდის ჯამში ვერცხლის პრიზიორები გახდნენ გურამ გიორბელიძე და არჩილ მალაყმაძე, ხოლო 15 წლამდელთა შორის თორნიკე ტაბადაძე. ბრინჯაოს მედალს ედუარდ კაკაბაძე დაეუფლა. ორჭიდისა და ასევე მცირე მედლების გათვალისწინებით ჯამში ქართველმა ახალგაზრდებმა 15 медალი, 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს. ის რომ ჩვენ სტაბილურად წარმატებულები ვართ როგორც უფრო სასახლეში ისე ახალგაზრდებში ყავს ოლიმპიური ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი ყავს მე ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი და ხო უკვე ჭაბუკებშიც მივახცეთ ძალიან დიდ წარმატებას 15 სხვადასხვა ცენტრის მედალი ავიღეთ ეს იმას ნიშნავს რომ და იმაზე მეტყველებს რომ როგორც თვითონ ფედერაციის ხელმძღვანელობა ესე სამინისტრო აბსოლუტურად გეგმაზებულად თანმიმდევრად მუშაობს შედეგზე ვართ ორიენტირებული და შედეგის სახეზეა რთული არ იყო ამ შეჯიბრის მოგება ჩემთვის დღეში ორჯერ ვემზადებოდით, რომ ასწავლებელია ჩემი პირადი მწვრთნელი ზუგდიდში არის ვინც დამაწყებინა ბეჟანს ჩინაძე და ვემზადებოდით ორჯერადი ვარჯიშებით და წინასწარი შედეგებით ჩანდა რომ შემეძლო მოგება ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთას ტერიტორიაზე არსებულმა ბანაკმა ზეთამ ფესტივალ ალპფესტს უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც მეორე წელია იმართება მიზნად მთის პოპულარიზაციას, მოგზაურებისა და ტურისტების ალპინიზმით დაინტერესებას და ადამიანის ბუნებასთან მეტად დაახლოებას ისახავს. იდეა ერთი წლის წინ რამდენიმე ახალგაზრდა ალპინისტ მეგობარს გაუჩნდა, რომლებიც წარმოშობით გორიდან არიან. მათ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე შეძლეს პირველად ალპურ ზონაში მეტეოზე მუსიკალურ საღამო მოეწყოთ. იდეამ წელს მასშტაბური სახე მიიღო და გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ჟანრულ სტილურად მრავალფეროვანი მუსიკა. კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები თუ ინდივიდუალური შემსრულებლები. ალპფესტის მთავარი იდეის, მთაში სიარულის პოპულარიზების განსახორციელებლად ფესტივალის მეორე დღეს კონცერტის მონაწილეებისა და აუდიტორიისათვის მოეწყო ექსკურსია ჭაუხების მასივის მიმდებარე ულამაზეს ბუნებაში, რასაც სტუმრები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით შეუერთდნენ.